აიათოლა ხამენეის შემდეგ გახდება თუ არა ტრამპის სამიზნე პუტინი ირანზე ამერიკისა და ისრაელის თავდასხმით კრემლის პროპაგანდისტების შეშინებულები არიან. Tugini ფიქრობს, რომ ირანის მსგავსი სცენარი მათთანაც განვითარდება და შემდეგი სწორედ რუსეთია. თუ ამერიკელები და თავად ტრამპი დარწმუნდებიან, რომ არსებობს სხვა რუსი ლიდერები, რომლებიც დასავლეთის მიმართ უფრო დამთმობები იქნებიან ვიდრე ჩვენი პრეზიდენტი, რა შეუშლით ხელს, რომ იგივე სცენარი აქაც სცადონ, თქვა პროპაგანდისტმა დუგინმა. ოპერაცია 14 ისრაელმა თეირანში ირანის ტერორისტული რეჟიმის ინფრასტრუქტურაზე ფართო მასშტაბური დარტყმების ტალღა დაიწყო, აცხადებს ისრაელის საჰაერო თავდაცვის ძალები. პარალელურად ირანის სახელმწიფო ტელევიზია იტყობინება, რომ დედაქალაქში აფეთქებების ხმა ისმის. ირანის დრონების გადამზიდი ხომალდი, რომელიც დაახლოებით მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ავიამზიდის ზომისაა, დარტყმის ქვეშ მოექცა და იწვის წერს ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობა. მათი განცხადებით უკან დახევას არ გეგმავენ. მარკოინ მალინი, რომელიც მეგობარ აქტს ბლოკავდა სენატს, ტოვებს ტრამპმა ის შიდა უსაფრთხოების მდივნის თანამდებობაზე წარადგინა. ის ორპარტიულ კანონ პროექტს ვეღარ დაბლოკავს. ბოჭორიშვილის შემდეგ აზერბაიჯანზე ირანული დრონებით თავდასხმის გამო შეშფოთება კობახიძემაც გამოხატა, როგორც თავად დაწერა ის წუხელ ალიევს ტელეფონით ესაუბრა და პრეზიდენტს სოლიდარობა გამოუცხადა.